მოგესალმებით მეგობრებო, მე გიორგი ხამისაშვილი ვარ, თქვენ იმყოფებით ჩემახზე თეოზოვის მეთოდებში. ეხლა არის 12 საათი და მივდივართ ჯანდარის არხზე. მეგობრები, დავითა, ხოიჭარაში კიდე ველოდება მეორე მანქანაც, მეგობრები, სამი მანქანით მივდივართ, რომ ადგილი დავიკავოთ. აი დროს ვატაროთ, იმიტომ რომ 20 საათზე უნდა გავსულიყავით. ძირითადად გაგვეტეხა. და ასე შემდეგ და ვარჩიეთ რომ ბარემ გვეღვიძა ყველას და ერთობლივი გადაწყვეტილებით მივდივართ 12 საათზე ჯანდარასზე და გადავიღებ ტერიტორიას, არხსაც გადავიღებ და მისამართსაც გეტყვით, იმიტომ რომ ბევრი ითხოვდით მისამართს, რა მისამართზე თეოზავთ ხოლმე და ამას ყველაფერს აგიხსნით რა. აბა, აგადაახვიოთ, მოიწონეთ ვიდეო, მეგობრებო, გამოიწერეთ არხი. თუ თქვენი ძვირფასი დრო დამითმეთ, მადლობა ამისთვის და თხოვნა მექნება რომ გამოწეროთ არხი. აბა, დროებით. აი მეგობრებო, რუსთავსო გამოცდებით, მე გარდაბასო გამოცდებით, მეგობრებო, დახვდებათ ტაძარი, ტაძრიდან კილომეტრი ნახევარში ხელმარცხნივ შემოუხვევთ, აი ესეთი გზა დახვდებათ. აი მეგობრებო, კაცი და ხარს დაინახავთ ესეთი ძეგლს. ჩამოუძე. აი ეს ძეგლს დაინახავთ, ამ ძეგლს ხელმარცხნივ ჩამოუყვებით. და წინ არის სვანური კოშკი. ამას დაინახავთ და წახვალთ სულ პირდაპირ. და მივართ იმ ადგილზე, იმას გაჩვენებთ, შეუხვევთ, რომ ბევრმა მოითხოვეთ ეს ადგილი, რომ მეჩვენებინა მისამართი და ამასაც გაჩვენებთ. ეხლა აგერ ჩვენი მეგობრები ველოდებით მესამე მანქანას, ცოტა ჩამოხრჩა და ველოდებით მესამე მანქანას. ეხლა დაურეკავთ და ვეტყვით ლოკაციას. აგერ ჩვენი მეგობრებით საქარია. მეგობრებო, ხარებსო გამოცდებით და კოშკსო გამოცდებით, მე შეხვდებათ სოფელი ბზიანეთი, ბზიანეთსაც გამოცდებით, ივლით პირდაპირ და ეხლა კიდე გაჩვენებთ, სად გავჩერდებით და სად შევალთ. სახანში ჩაგერთებით. ხარია. აგანთებო მეგობრებო, წამოხვართ იქიდან რომ შევაბრძანდებით. აი აქ ნაგვის სურნას დაინახავთ თუ არა? ხობეში შეხვალთ ეზოში და პირდაპირ ჩამოკარგებო დაინახავთ დიდ მუხის ხეს. ეგ აიღეთ ორიენტირად, ხელმარცხნივ გაყევით გრუნტიან გზას და ტყემდე მიდით. და ტყის იქით უკვე არხია ჩამოკარგება. აი მეგობრებო, ესეთი კაქტუსებიანი ღობე დახვდებათ და შევბრძანდებით ეზოში. აი ესეთი შევბრძანდებით. გაყინულია ფიჩო. აი ესეთი ცნობილი მუხა ორიენტირი ჩამოკარგებოდა ხელმარცხნივ ჩაუყვებით გრუნტიან გზას და მიხვალთ პირდაპირ ივლით და მიხვალთ ტყემდე. ესთან გაჩერდებით და ტყის მოპირდაპირ მხარეს არის არხი.
აი მეგობრებო, მუხის ხე ბოლომდე მიყვართ ტყემდე. და ეს არის სადაც ჩვენ თევზაობთ ხოლმე, იმიტომ რომ ბევრმა დამიწერეს ათევზაობთ და იქ თევზაობთ რა. აი ნისის რა ჩანს, იქ არის უკვე ტყე. და ტყის მოპირდაპირე მხარეს არის უკვე არხი და იქ მიყვართ და ითევზავთ რა. ყველგან არის ადგილი, სადაც მოგიდებათ, იქ დადგებით ითევზავთ. ესეთი გრუნტიანი გზა მინდის ჩემო კარგებო. აჰა, უკვე მეგობრებო, არხს გავუყვებით აგე არხი. მივდივართ ბოლოში, სადაც უერთდება არხი ტბას. ესეთი მდგომარეობა. აგეც ეს ვანთებთ ჩემო კარგებო. დავითაანთებს ახლა ცეცხლს. დავლაგდით, ახლა მოვედით. შევარჩით ადგილი, კარგი ადგილი. კითხავთ. სამი საათია. ცეცხლს ავანთებთ. აი დავაგდო ის ისო. ცოტას მივირთმევთ, დავისვენებთ და მე უკვე გათენდება კიდევაც. ცეცხლის ნახევარზე თენდება და დავიწყეთ თევზაობა. საგე ნოდარაც. ნოდარა. გეუნები ცოტას მეტი დაასკითხო. უცებ აიკიდებ. აგეცაი ცეცხლის ბრძანებელი ვარ რა. ვიკინგების არის ანკე. ნახის ჯოხია ძველებული. ან 2 წელს იყო ეს რა. ვიკინგის რომელთან შექმნა ცეცხლი როგორ? რომელთან შექმნა ცეცხლი? გადავანთეთ ის ჩვენ. განგზელია და მოკლედ შემოგარგებო. თუ მიყურებთ, ხონა მექნება გამოწეროთ არხი. ეხლა არის უკვე 4-ის დაიწყო ხო? აი თვარე თუ ხარ, რომელსაც თვარე, რომელსაცია. რომელია საათი. მოკლედ ეხლა კიდევ გამეორდები რომ საათი აქტუალურია, ეს იმას ნიშნავს რომ კაი ამინდი იქნება კიდევ. მაგრამ ჯანდარას ფასაშორის არ მოიწყოთ, მაგრამ ესეთი კაი ამინდები არ არის. რა, არ მოიგრია. ორ არ არის პასიური. უფრო პასიურდება და ჯანდარას უნდა აი ინვა და ისიცივე ცუდი ამინდში უფრო კარგად მოდის რა. ხარი არა. ხო, ხარი არის. ნახო სიტუაცია შევხედოთ. წინასა ვერ ვიტყვით, ეხლა ჩამოვიდეთ ღამე. ადგილი დავიკავეთ და კიდევ გამეორდები რომ მეუნდებით ხო აი ღამეო შეხვედი რა ეხლა კომენტს დავიჭე და არა. ღამე ჩამოვდივართ, იმიტომ რომ ადგილი დავიკავოთ ხო და ხო. მარტო მაგის. რომ სამა გათენდება, ანგეს არ გავშლი, ყველაფერს ფიცოვად უგავშალებ რა. არ შევ. ანგეს არ ვშლით. ეხლა ასე ავანთებთ, წვას შევწვავთ, დავიროცებით და ამასობაში კიდევაც გათენდება და დავიწყეთ თევზაობას და რა მეთოდები მაქვს, რა განხილვას გავაკეთებ, რასე ვისაუბრებ და რა მონტაჟებით ვისაუბრებ და ვითევზავებ, ამას ყველაფერს, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის შემახსენ ნახავთ. თხოვდა მექნება რომ გამოწეროთ არხი. პრინციპი პასუხობ, არაფაროდეს. ის ყალობა მოკლეოდეს, ის არის დამაბუდ. ფაროდეს და გვეწეოდეს. უბაზიდება და ჩვენშვიდობა. აი, სიკეთე მოხდეს და ჯანმრთელად ვიყოთ. ამინ.
გათენდა ჩემოკარგებო. ცხრით ნახევარია. 3 თევზი მყავს უკვე 3 თევზი. ნახოთ კიდევ ველოდებით. დილა კარგად დავიწყეთ. და მე გაჩვენებთ სობუქი ფერული მაქვს და გაჩვენებთ როგორ ვაწყობ და რას ვაყურდები. ორი დაფოტა მოვიდი და ესე თეთრურად შემოკარგები. ნახოთ. გაჩვენებთ ჩემ მეგობრის ჩატყმებსაც, ჩემ მეგობრის თევზის ამოყვანასაც გაჩვენებთ, ჩემ ამოყვანასაც გაჩვენებთ თევზს რო ვიჭერდა. ზოგადად რა ხდება სიტუაციას გაჩვენებთ, იმიტომ რომ საღამომდე ვარ ჩვენ აქ. და ყველაფერს წამოგიდგენთ რა თქმა უნდა ვიდეოში. მანამდე გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო და გადააზიარეთ ვიდეო, რომ ბევრმა ნახოს შემოკარგებო. თქვენ რომ იწონებთ ვიდეოს YouTube-ი აზიარებს მე 3 კაცთან 4 კაცთან მეგობრებო და რა თქმა უნდა YouTube-საც საინტერესოა და ძიებაში და ეძებს ესეთ კომფორტულ არხს და შევეცდებით არხს, მოდი დავეხმაროთ და მოვიწოდეთ ვიდეო, ძალიან თხოვნა მექნება მეგობრებო. შენ ზაუგზნობი არის გიტენი, ამაზე როგორ გავიყურე? გაიგებ ჩოზო დაარტყოს. შენ აი ხიძის ჩანგება? მან დამოჩუქდი. დაახლოებით 5 მეტრი ასე. გამოვიდო, როშ. ფიდელის ჩოხით ვზაობ შემოგარგებო. 360-იანი ჩოხი მაქვს 60 გრამამდე. ესე მომიდა რომ დღეს ფიდელის ჩოხით მეთევზავა. ბოროდური ტიპის ჩოხი დავტოვე სახში და მინდოდა რომ დღეს ფიდელის ჩოხით მეთევზავა და მაქსიმალურად ჩატყობი გამეგო და სიამოვნა ფიდელის ჩოხით მეგობრებო. ნახოთ, ჯერ ახლა გათენდა, სინაცარ ვერაფერს ვერ ვიტყვით. რამდენს დავიჭერთ, როგორ დავიჭერთ და რანაირად დავიჭერთ, რა ჯიშებს დავიჭერთ, აგერ 3 წუთი იყო გასული, უკვე 2 თევზი ამოვიყვანეთ შემოკარგები. ჩაგდებიდან ეგრევე და ნახოთ. აი ესეთი კაი დაფოტაც ამოვიდა. ჩანსკაც შეტყობა. აი კიდე ჩაკმა. რა უბედო არ თოზობ? ჩატყობი არის რაღაც. არა, გაგჩოდე. გიომ დაიჭირა, გიომ. მიური თევზი. 10 წამში დაარტყა. და ფოტა დაიჭირა გიომ. გიომ კიდე დაიჭირა. აი ბუჩქებს არ არის. ნელა გაიზარდა ზომები. არის? ნუდა. მოდარამას დაიჭირა. ნუ დაკეთ გამოაჩიე ცოტა. ანახე. შემოვიდა. აი მოდარამ. მაგით ანახე ცოტა არჩა. მოდარამას დაიჭირა. ნახო. ისაც ახალი ანკესი მოინათლა. დავიჭერთ. პირველი გარჩანა. მოსულა. მე რასპილო ხოლმე. დავიჭერთ. მარცხენა მხარეს ვიჯექი შემოკარგებოდა. იყო ძალიან დაბყოლება რა, ანუ ზაცეპი და გადმოვედი აქეთ ხარეს. აქეთ არ არის. და ნახოთ. აქეთ ცოტა ორმოსავითაც არის. და მეგონი უფრო
ეგრევე წამოვედი თუ არა, ეგრევე დაჭდა კარჩხანა. ნახოთ რა იქნება კიდევ. აჰა, ნუ დაიჭირა. არდო საკ. საწმებია? ოჰო, დაუჭირე. დაუჭირე თოვი კარჩხანა. ორი კაჩხანა დაუჭირეთ. გიო? აი ადგილი ეყავი. პატარა ჩანთაში ჩადე. ხო, აი ხუიდო მაგაში. მე მოიცხადეთ მომედამდენი მოდი. შემოვიდა კარჩხანა. წამოყინა მეგობრებო, აი წვერის გაყინა უკვე, ლოლოები კიდია წვერს. კათედა თუ არა ძალიან მოყინა. და ამასობაში კარჩხანა შემოვიდა. ნახოთ აბა. მეგობრებო, ერთი სიტყვით მონტაჟზე გაგესაუბრებით. მონტაჟი ესეთი სიმძიმე. ამჟამად 30-იანია გამოყენებული და ეს სადავე 10-30 სანტიმეტრი. და ასეთი პატარა ნაგლეჯებს უკეთებ, რომ ისიც რო აქტიურია, ეგრევე ჭამს, რომ არ დავაგვიანოს ჩარტყმები. აი ესეთი პატარა ნაგლეჯები. ეხლა მოდი სიმძიმეზე ავხსნათ. სუბუქი ფსკერული ეწოდება ესეთ წყობას. თუ გიგნებავთ, რომ აგორაოთ ფსკერზე ან ასე შემდეგ, მაშინ პატარები უნდა დავუყენოთ სიმძიმეები. თუ გიდათ, რომ ფსკერზე გაჩერდეს, მაშინ მძიმეები. აი სამკუთხედი რო არის, ყოველთვის უკეთებ ხოლმე პირველი ძუას შემყავს ან წნული აქედან მხრიდან, მეგობრებო, იმიტომ რომ ეს აქედან რო ესო წირო იყოს ესადი მეგობრებო, გასulis დროს ლაფში რაკეტივით დაეცემა და ლაფში ჩაიმალება. ეს რო არ მოხდეს, ყოველთვის ეს სამკუთხედი ზევით მოახვედრეთ ტანკის მხარეს. და ეს ადგილი, სწორი ადგილი, რა თქმა უნდა, ნამსხაობის მხარეს. მოკლედ ესაა ეს. ეხლა ცოტა მზე გამოვიდა და გაალღობს, რა თქმა უნდა, ჩვენ წვერს. რომ ნახოთ რა იქნება. დავუჭირეთ. ლახებში შევიდა. ნაპოტა. ესეთი ნაპოტა დავუჭირეთ, ჩემო კარგებო. დავუჭირეთ. კიდევ ერთი დავუჭირეთ. მოკლესა დავით. ძალიან შევამცირე და დავუჭირეთ. ო აი ხის შუგდებ, აქეთ შუაში რო ახე, იმის გზაში უგდებ, ჩემო კარგებო და აი ჩატყები გაანხორციელა, ნახოთ. აი ძალიან ასე რომ გითხრათ, კარჩხანა აქტიურობს თუ არა მეთქი, უფრო ეხლა რასაც ხედავ, უფრო ნაფოტა აქტიურობს და ჩატყმა მაქვს და
დავიჭირე კიდე. ოჰ, აგე კანჩხანაც სამოსულა. აი, ვაგელი ხაწეწის ერთი გასდა. აჰა. ვაგდებ. დავიჭირე. ბატონ გიორგისგან აი საერთოდ ასაფუსის იგი დამზადახონე ეს. აჰა. ხო ჯობია. ჩარტმა და დავიჭირეთ. სტიკ კანჩხანა. დიდი, აბა ეს კუდები დაუტოვო. ეგე? აი, უკვე გავუკეთებოდი. ნახე? ხო, თითობით. თითით პარაყურე. გიო. თით მოწყვიტე. წესი გავუკეთე და უკვე გავუკეთო. კაი დავსვით, კარგია, ძალიან კაია. მიწობით. კაი, ხოჭირა დავიჭერეთ. გოჭია. კაი. აი მეგობრებო, ხორჭილა წითელ ჭიას. ძალიან კაი. გამაგზავნეთ. აი კიდე საკმა. ოჰო. გამომაზეა პატარა. ასეთ პატარებს დავაბრუნებ მეგობრებო წყალში. არ მჭირდება. ძალიან პატარაა. ამას დამფუტებს წყალში ვაბრუნებთ. მოკლედ შემოკარგებო, ასე თუ ისე ვიჭერთ. აქტიური არ არის თევზი, პასიურია. ყველასთან ეგრეა. გავიკითხეთ ეხა მეგობრებთან ერთად ვიარეთ და აქედან ვხედავთ, იქ ნაპირშიც არიან, აქ ნაპირშიც ვართ, მაგრამ ძალიან პასიურია თევზი, ძალიან პასიური. ეს გავაჩინეთ. ხო და რა ვცდილობთ რა ერთობით, ასე თუ ისე ვიჭერთ. ვიდეოში ნახავთ, რომ ასე თუ ისე იჭირა, აი გიორგიმ დაიჭირა თევზი. აგე ანუ ასე თუ ისე შემოდის, აიღებს, გავა, უცებ გადის რა. რაღაცა მოკიდებს პირს, დავიჭერთ, გადის. არჩხანა პასიურია მეგობრებო, ძალიან პასიურია თევზი. და ეს შემოვა, მოკიდებს, გავა. შემოვა, შეჭამს, გავა. აი ესე უკეთებ მეგობრებო, მოდიათ შევიდე. ესე ნაგლიც უკეთებ, უჩენ წვერს და ენას და მოდი კიდევ ავახსენებ დილით, მაგრამ კიდევ ვახსენებ. ჩანაც მეგობრებს წობა და ასეთ წობისა მაქვს მეგობრებო. სუბუქი ხერული ეწოდება. შეგიძლიათ ამაზე დავლების დააყენოთ, მიწაზე აგორაოთ, გასინჯოთ მიწიდან უფრო აიღებს. შეგიძლიათ პატარები დააყენოთ, ძალიან პატარები, რომელიც მდინარე წაიღებს და იცურავებს ასე ვთქვათ სიმძიმე. ყველანაირად შეგიძლიათ რომ ეს გააკონტროლოთ რა. მე იმიტომ გამოვიყენე ცოტა
ძიმე რომ მინდა რომ წკერზე დაწული. ეხლა რატო სამკუთხედი და უყურეთ შეხედეთ სამკუთხედი ხარი წვერი აქ მაღლა. ეხლა რატო ვაკეთებთ ამას? გეტყვით რა, დიდი ვახსენე და კიდევ ვახსენე. ეს წვერი ქვემოთ რო იყვეს და რო ვისვრის ჩვენ, რაკეტივი დაეცემა მიწაში, მიწიანი, გრუნტიანი წელი აქ მეგობრებო. და რაკეტივით დაეცემა იგივე მიწაში. და რა თქმა უნდა ჩამალავს ჩვენს ადავესაც. და ძალიან ტყუილა დავროდების ჩატყობს. ეს რომ არ მოხდეს, ყოველთვის გიჩვენებთ რომ ესე აწყოთ რა, ყოველთვის ეს წელი ადგილი ქვემოთ. და ეს სამკუთხედი ადგილი წვეთი ზემოთ. ესეთი სიტუაცია ექნებს და მეორე ჩამიწყდა სამწუხაროდ და აი ხანი ველოდე რა შენებულად არ ვიღებდი. აი ხანი ველოდე მართლა ჩატყობს და აი ძირს დააწყ. ვაგზელებთ 2 საათია ეხლა. და ნახოთ. რა იქნება და შედესაც გაჩვენეთ რა. სახარებიო ჯეჯობით არაფერი. ყველაფერს ვცდილობთ რომ დავიჭიროთ პასიური თევზია. იქითაც ხალხი მიდის ხოლმე ხო? ხალხი მიდის სახში. არ მოდის თევზი არხზე, ან სახში მიდიან, ან ალის ხელთან მიდიან, მეგობრებო. დივდივით. მე ხა დღეს ალის ხელთან არ წავედი, დღეს წელს პირველად მოვედი 2025-ში მოვედი პირველად ჯანდარაზე და პირველი გავტესტე არხი, მეორეს გავტესტა ალის ხეებს ტიპივაზე და მესამე მინდა რომ კონკრეტული ტბა გავტესტო ფიდერით. მეგობრებო, ჩვენ დავანთავრეთ ახლა თევზაობა 12 გრადუსი სითბო არის. რა თქმა უნდა, ეს სითბო ჯანდარისას არ უხდება. ჯანდარაზე უნდა იყოს კაი, ყინვა და სიცივე, რომ თევზი გააქტიურდეს და ცუდ ხარშიც და ასე შემდეგ ცუდ ამინდებში უფრო აქტიურობს ჯანდარაზე არხზე თევზი. მოკლედ წამოვედით, დავიჭირეთ რავი ცოტა დავიჭირეთ, მე დავიჭერია, იყო ძალიან პასიური თევზი. რა ვიცი იყო დღეს დაგვეთანხმება და კომენტარი დაწერეთ რომ იყო პასიური. არხზე მოვჭით. ეხლა ჩვენ მეგობრები მივდივართ ყურეში, უბრალოდ 2 საათი გავტესტოთ რა სიტუაციაა ალის ხეებთან. აბა, აღგზავნდებოდეთ დროებით და არხი გამოიწერეთ, აბა მაგალითად.